დილა ვართ მესამე წლის გარგართან. წესით უნდა ქვემოდან დამეწყო ამის ფორმირება. თუ გაქვთ საშუალება ქვემოდან დაიწყეთ, იმიტომ რომ კრეფისთვის ადგილი იქნება, უბრალოდ აქ ჩემთან შემოსასვლელი გზა გადის და მე არ მინდა ეს ქვემოდან გაჩაჩხული, აქ შევეცდები სხვა ფორმა მივცე. აი ხა დააკვირდით, შეხედეთ, აქ არის 30 გრადუსის კუთხეები. ბუნებრივად ესე ჩამოყალიბდა და აი ეს კუთხე არის ფანტასტიკური. ანუ 45 გრადუსზე მეტი, სადღაც 50 გრადუსი. ამას დავტოვებ. ამას გავუშვებ, შეხედეთ, უკვე მომავალი წლიდან ამას შეიძლება მე ნაყოფი მომწეს. ამას გავუშვებ სანაყოფეთ. ანუ 2-3 კვირტზე გადავჭრი, შეეცადეთ გადაჭრათ ისე, რომ წყალი ქვემოთ ჩავიდეს. ანუ წვიმის დროს არ დაგუგდეს. ეხლა როგორ ვუშველო ამას? აი შევხედოთ, ანუ ძირში მე, ესე გაიკეთა და ერთ ლიდერს ვუშვებ, ლიდერი აქ მჭირდება, იმიტომ რომ ზემოთ ავიტანო მცენარე და არა ქვემოთ, რომ მანქანის მოძრაობას და გამონაბოლქვების შედარებით შორს მქონდეს. აი ხა მინდა აქ უნდა მქონდეს საერთოდ 4, ერთ დავტოვებ, მეორე, მესამე და აგერ მაქვს თქვათ მე-4. მე მინდა უყურეთ, აქეთ მხარეს მიყრება ნაკლები. რა ქვია, მასა მცენარის, აქ ერთი მაქვს, იქ მეორე მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ან ეს უნდა დავადაბლო, ეს ანუ აი ესე გადმოვწვი, ეს გადმოწვევის საშუალებას ნახეთ, აქ არ მაძლევს არაფერი. შემიძლია ვთქვათ, ამაზე გადმოვიყვანო და ვცადო და მომავალ წელს დავაკვირდე რა მოხდება. აი ესე გადავჭრი. აი ნახეთ. აუცილებლად უნდა იყოს კარგი სუფთა ჭრა. შემდეგ ესაც მიდის ზემოთ, ეს ესეწავა არ მაწყობს. ამიტომ მე ვეცდები თქვათ ეს ამას რომ მინდა დავაშორო, მოდით აიყურეთ, გარე იმას მოვძებნი. აქედან წამოვა ტოტი და ეს გადმოიხრება აქეთ ხარეს. აი აქ გადავჭრი, ნახეთ რამხელა დაშორებას ვაკეთებ. მეტი არა, არც ნაკლები. ცერად უჭრი. სუფთა ნაჭდევისთვის მაქვს მეორე ინსტრუმენტი, რომ ახსოკვები